ვიღაცებთან მისაუბრეა, ვისაც მართლა ეგონა, ყოველ შემთხვევაში ჩემთან ესე იძახდნენ, რომ დემოკრატიამ უნდა მოიცადოს, სანამ ეკონომიკური რაღაცა ის არ ამაყლდება. და სადამაც მიგვიყვანა ამან გასაგებია, ხო? ესეთი რაღაც არ ხდება. შენ არ ვერანაირ შემთხვევაში დემოკრატიას და თავისუფლებას ვერ გადაავადებ. როგორც კი იმას გადაავადებ, ეს არის, რა ქვია, უკან მოუხედავად დაცურდები. ესე ყოველთვის ესე გვემართება. ეს ერთი მომენტია, რა თქმა უნდა, ეს არის აბსურდი, დემოკრატია არის უპირველესი და განათლების სისტემის ღირებული შექმნა დემოკრატიის გარეშე შეუძლებელია. ამას რა დიდი ის უნდა გადავხედოთ ნებისმიერ ქვეყანას. საუკეთესო განათლების სისტემები, ვისაც აქვს, ეს არის დემოკრატიული ქვეყნები. არც ერთ არადემოკრატიულ ქვეყანას ახლოსაც კი ვერ მოდის. ეგ შეიძლება რაღაცა ერთი მიკნავლებული უნივერსიტეტი კონდეს, რომელიც რაღაც 1000 ეულში შედის. ისე როგორც ყველა თავისუფლება, მით უმეტეს აკადემიური თავისუფლება შეუთავსებელია ავტოკრატიულ სისტემასთან. ან თუნდაც შეზღუდული დემოკრატიის იმიტომ რომ შეზღუდული დემოკრატიის სისტემები ესენი ხო ეს არის არასტაბილური მდგომარეობა. ასეთი მდგომარეობიდან შენ ასეთ მდგომარეობაში ვერ გააგრძელებ. ან ჩაცურდები იქით, ან ჩაცურდები აქეთ და რასაც ახლა ზუსტად თვალნათლივ ხედავ. და რისკი იმის რომ ქვემოთ ჩაცურდა უფრო დიდია ვიდრე რომ რა თქმა უნდა, ხო,